ქართული ოცნების წალენჯიხის ოფისის საგანგებო განცხადებას აფსელებს. კოალიციის შტაბი ადგილობრივ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს შეწყვეტონ პროვოკაციები და კანონის ფარგლებში იმოქმედონ. შტაბის უფროსის ჯემალ შელიას განცხადებით არჩევნების მოხლოვებასთან ერთად იმატა სამართალდამცავი ორგანოებისა და ადგილობრივი მთავრობის მხრიდან მუქარისა და დაშინების ფაქტებმა. გუშინ წალენჯიხის გამგებლის პირადი განცხადების საფუძველზე პოლიციამ ქართული ოცნების მობილური ჯგუფის უფროსი ლაშა კვარაცხელია დააკავა. მას სასამართლომ 35 დღიანი პატიმრობა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით შეუფარდა, თუმცა როგორც კოალიციაში ამბობენ, კვარაცხელიას გამგებლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ის პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭირეს. ხელისუფლება ადგილობრივ გადავიდა აგრესიაზე და ცდილობს დააშინოს საზოგადოება, მოქალაქეები, შტაბი, მისი აქტივისტები, ესე იგი ოცნების აქტივისტები, რომ მიაღწიონ არჩევნების დროს მათთვის სასურველ შედეგებს ნებისმიერი საშუალებით. ჩვენ მოუწოდეთ როგორც ადგილობრივ, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს იყვნენ კორექტულები და დაიცვან ურთიერთობის მიღებული ცივილური ფორმები და ხელი აიღონ პირდაპირ აგრესიაზე, ხელი აიღონ ძალადობაზე, ხელი აიღონ დაშინებაზე.